დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემაზე, ეს არის სექსუალური ჯანმრთელობა. ფიზიონომიურ დონეზე სექსი არის სიამოვნება, ემოციურ დონეზე არის აბსოლუტური კონტაქტი და ერთიანობა, სულიერ დონეზე არის ღმერთის წვდომა. როდესაც ადამიანი გահალიან კაცი იწყებს აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას. ხშირად არის ხოლმე რაღაც დაბნეულობა, გაურკვევლობა. მთლიანობას აღწევ პარტნიორთან. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ემოციური კონტაქტი. შენ როგორც ქალი ვინ ხარ? ვაიმე სხეული როგორ უნდა მოძრაობდეს? სხეულმა იცის როგორ უნდა მოძრაობდეს? რა განსხვავებაა სექსუალურ აქტივობასა და სექსუალურ დაკამაყოფილებას შორის? ქალს უფრო სწრაფად წინდება მონოგამია ვიდრე მამაკაცს. ურთიერთობას ყოველთვის სჭირდება გმირი. დეგარ უნდა იყოს 20 წლიანი ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა. საქციელი იმაზე ხმამაღლა საუბრობს, ვიდრე სიტყვა. სექსუალური ურთიერთობა დილიდან იწყება. თუნდაც იქიდან ნაგავს უთქმელად გაიტანს თუ არა მეუღლე. ის სიყვარული, რასაც არ გამოვხატავთ, მომავალში არის ის ტკივილი, რასაც განვიცდით. ყველაზე მეტი ინფორმაციის გაცვლა გამოცვლა ხდება სექსუალური აქტის დროს. ბევრი სექსუალური პარტნიორი არის დამღუპველი ადამიანისთვის. ეს ეხება კაცსაც და ქალსაც. გამოსავალი ყოველთვის რთულ სიტუაციაში იწყება ესე. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. დღევანდელ ეპიზოდს წარმოგიდგენთ სადაზღვევო კომპანია იმედიელი. უკვე წლებია ჩემი ჯანმრთელობის დაზღვევას სწორედ იმედიელს ვანდობ და მიხარია, რომ ჩემს მაყურებლებს შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ ექსკლუზიური შემოთავაზებით, შეიძინოთ ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევა 15%-იანი ფასდაკლებით. პრომოკოდს ნახავთ ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში. იმედიელი უკვე 31 წელია უწყვეტად სთავაზობს მომხმარებელს ჯანმრთელობის დაზღვევებს, ასევე ავტოქონების და სხვა პროდუქტებს. 270,000-ზე მეტ ადამიანს ემსახურება კომპანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ნდობა წლიდან წლამდე უფრო იზრდება. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემაზე, ეს არის სექსუალური ჯანმრთელობა. სწორად გვესმის თუ არა ჯანსაღი სექსუალობა, ჯანსაღი ინტიმურობა და რა კავშირშია ეს ყველაფერი ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობასთან, ბედნიერებასთან, კმაყოფილებასთან, თავდაჯერებულობასთან. რამდენად უნდა გავითვალისწინოთ ის, რაზეც დღეს ბევრი არ საუბრობს ღიად და შეიძლება ვიწრო წრეშიც კი. ამ თემებზე სასაუბროდ მე მოვიწვიე მეტაფიზიკოსი, ურთიერთობებისა და წყვილების კოუჩი ხათუნა მზექალაშვილი. ძალიან დიდი მადლობა ხათუნა, რომ დღეს შენ ხარ ჩემთან ერთად და ამ თემაზე სწორედ შენთან ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მინდოდა. დიდი ხანია. გამარჯობა სალომე. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიხარია, რომ როგორც იქნა ვიწყებთ ამ თემაზე საუბარს და წინ ძალიან საინტერესო ერთი საათი გელოდებათ, ვინც ზრუნავთ თქვენს ურთიერთობებზე და ვინც ფიქრობთ თქვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაყვანას. რა თქმა უნდა, ჩაწერები მიმდინარეობს პოდკასტ არეაში და დავიწყოთ. კი ბატონო. ესე იგი, ადამიანები შედარებით მეტნაკლებად კარგად აღიქვამენ, რა სარგებლობა მოაქვს ფიზიკურად ჯანსაღ სექსუალურ ურთიერთობებს. მაგრამ საინტერესოა, რას ნიშნავს ჯანსაღი სექსუალობა ენერგეტიკულ დონეზე? აი, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ჩვენს ემოციურ მდგომარეობასთან, ზოგადად ცხოვრებაში და თვითკმაყოფილებასთან? ინტიმური ურთიერთობა წყვილებს შორის ამ ურთიერთობას ხდის ერთადერთს და განსაკუთრებულს. იმიტომ რომ მსგავსი ურთიერთობა სხვა არანაირ ადამიანთან არ გექნება. მხოლოდ რომანტიზმში, რომანტიკულ ურთიერთობაში არსებობს, რომ ორი ადამიანი აი რაღაცა მომენტში ორი კი აღარ არის ერთია. ხო, ანუ მთლიანობას აღწევ პარტნიორთან. მთლიანობის მიღწევა შეუძლებელია მშობლებთან, დაცმასთან, მეგობართან და ასე შემდეგ. და მაგ ურთიერთობას ვერ ასოდეს, ვერ ისწავლის სხვა ურთიერთობაში. და რადგანაც ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ურთიერთობაა, სადაც საკუთარ თავში ისეთ ნაწილსაც ხსნი, რომელიც სხვა ურთიერთობებში არ გჭირდება. პარტნიორი როგორც წესი ყველაზე ახლოს მოსული, ყველაზე სუფთა სარკეა. და ჩვენ ქართველები რომ ამბობთ ხარი ხართან დააბი ან ზნეს იცვლის ან ფერსაო,
ყველაზე მართალი ეგ არის. ამიტომ პარტნიორებს ერთმანეთზე უდიდესი გავლენა აქვთ და იმისი მოსაზრება, რომ ერთ ურთიერთობაში შენს თავს გაიცნობ გენდერის მიხედვით, ანუ შენ როგორც ქალი ვინ ხარ. რა ღირსებები უნდა წამოწიო წინ, რა გჭირდება მამაკაცთან ურთიერთობაში და ასევე ის იცოდე, რომ მამაკაცის მხრიდან შენთვის როგორც ქალისთვის და არა გოგონასთვის. გოგონა იქნება მშობლებთან და ისინი თავისი ტემბრით, თავისი დამოკიდებულებით, თავისი ისტორიით ყოველთვის გაბრუნებენ იმ რაც აგიშენეს ფუნდამენტურად, ხო? სულ რაღაცა კარგი გოგოს თუ როგორც არის, იქ გაბრუნებენ სისტემატიურად, მაგრამ გამოწვევები გვექნება პარტნიორებში ერთმანეთისგან. და მშობლების მხრიდან ძალიან გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ არ გვქონდეს ესეთი ზედმეტი დამცველობითი ინსტინქტი, ისა რა ქვია, ძალიან ესე გამოვლენილი, რომ სულ გვეჩვენებოდეს ჩემი შვილი არ დაიჩაგროს, რა საჭიროა, ჩემ შვილს რომ რაღაც ისე არცემს პატივს, როგორც დედას მიაჩნია, რომ პატივისცემა უნდა მომდიოდეს. ქალი თუ მამაკაც გამოწვევას არ გაუგზავნის, ეს ყოველდღიურ ურთიერთობაში უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეს საინტერესოდ უნდა ხდებოდეს ეს პროცესი. ეს არ უნდა იყოს დაპირისპირებიდან და ომიდან. ეს უნდა იყოს ესეთი თამაში. იმისი ნაწილი, რაც ქალსა და მამაკაც შორის ხდება. და იცი, ბიჭი ხდება მამაკაცი, მაშინ როცა სუცდილობს, რომ იმაზე კარგი ვერსია იყოს, თავისი თავის, ვიდრე ადრე იყო, ვიდრე თავის თავს იცნობდა. დედას არ სჭირდება მტკიცებულებები, შვილი ისედაც უყვარს. რაც გინდა უქნას, მაინც უყვარს. დაცემულსაც უყვარს და გულნადგანსაც უყვარს, მაგრამ ქალთან ურთიერთობაში მამაკაც ესე ყველაფერი, დედა კი არ არის მეუღლე და პარტნიორი, ხო? მეუღლისგან გამოწვევა გექნება აუცილებლად. და მაგისი უფლებაც აქვს, საჭიროებაც არის, უფრო საინტერესო იქნება ცხოვრება და რა თქმა უნდა ორივე მხრიდან უნდა იყოს გამოწვევა, ხო? რომ მე ინტიმურ ურთიერთობას, ინტიმით არ იწყება ურთიერთობა, ინტიმი არის, აი როგორც კულმინაცია მთელი დღის განმავლობაში, როგორი ურთიერთობაც აქვს წყვილებს. და იცი, ეხლა რადგანაც ფიზიონომიურადაც და ემოციურად ესე განსხვავდებით ერთმანეთისგან, ნახე, მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანია მამაკაცმა იცოდეს, რადგანაც ეხლა სექსუალურ და ინტიმის მასზე გადავდივართ საკითხზე, მამაკაცმა უნდა იცოდეს, რომ მისი ორგანიზმი ფიზიონომიურად ქალისგან ძალიან განსხვავებულია. ქალის სექსუალური ურთიერთობისთვის გახსნილია თავისი მენსტრუაციული ციკლიდან 5 დღით იქით და 5 დღით აქეთ. დანარჩენი დრო ქალს სჭირდება რომანტიზმი. მე მგონი ეს ქალებმაც უნდა იცოდნენ. ქალებმაც უნდა იცოდნენ. არიციან ეს ქალებმა. იცით, სამყარო იმდენად სრულყოფილად ბრძენია, სამართლიანი, საინტერესო, ორიგინალური, უნიკალური, რომ ჩვენ თუ არ მივყვებით როგორც არის შექმნილი ყველაფერი და ჩვენი წარმოსახვევით ვიქნებით რაღაცაში, რეალობიდან აცდენაში ხარ. როცა რეალობიდან აცდენაში ხარ, ის უკვე სრულყოფილი, ყოველ შემთხვევაში ისეთი საინტერესო აღარ იქნება. და რა იქნება ურთიერთობა, რომელიც არ არის რეალობიდან აცდენილი? აი როგორია ესეთი ურთიერთობა? შენ ძალიან კარგად დაიწყე ეს დინამიკა, რომ ქალი დედა არ არის. ეხლა მიკერძოებულად რო არ გამომივიდეს, არც მეუღლე არ, მამაკაციც არ არის მამიკო. საინტერესო, ზუსტად. როცა იმისი მოსაზრება გვაქვს, რომ ვიცი რა არის, მან ჩემი ყველანაირი საჭიროება უნდა დააკმაყოფილოს, ეგ არის მამა. და მამასთან ნახე, როგორც კი რომანტიკულ ურთიერთობაში მშობლისა და შვილის რაღაცა ელემენტებს შემოვიტანთ, იქ პოლარობა გვდება.
ახლა ვის უნდა მამასთან დედასთან რომანტიზმი ეგ არის აბსოლუტურად მიუღებელი ორივე მხრიდან ნახე აი უნდა ვიცოდეთ გარდა ფიზიონომიისა ხო ეხა ფიზიონომიის დონეზე ცხოველებსაც აქვს სექსუალური ურთიერთობები და ეგ საკმარისი არ არის საკმარისია მხოლოდ გამრავლებისთვის right მაგრამ ჩვენთვის რომანტიულ ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ემოციური კონტაქტი განსაკუთრებით ქალბატონებისთვის თუ ემოციური კონტაქტი არ არის და სექსუალური ურთიერთობის დროს ფიზიონომიურ დონეზე სექსი არის სიამოვნება ემოციურ დონეზე არის აბსოლუტური კონტაქტი და ერთიანობა, თლიანობა და სულიერ დონეზე არის ღმერთის წვდომა. ეხლა მაგი რომ ცოტა ხანი გვერდზე გადავდოთ, ეხლა ეგ ცოტა სხვა თემა. ჯანსაღ ურთიერთობაში თლიანობა და ერთმანეთის გათვალისწინება, განსაკუთრებით როცა რომანტიკული სიყვარულია ჩარეული, ხო, ეს გაკავშირებს მეორე ადამიანთან. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ეგ სექსუალური ურთიერთობა დილიდან იწყება. თუნდაც იქიდან ნაგავს უთქმელად გაიტანს თუ არა მეუღლე. არა, განათქმა არ შეიძლება, ან თხოვნა, ან შეხსენება, მაგრამ როცა ასჯერ გეტყვი და იქ უკვე დიდი გორა დგას იმის, რა ქვია, ნაგვის დაგროვილი პარკები, თავსებული ნაგვის. ხო, ეგ არის მესიჯი დილიდან, რომ შენ ჩემთვის არ ახარ ესეთი საყვარელი და მნიშვნელოვანი, რომ ესეთი რაღაცეები გავითვალისწინო. და როცა მესიჯი ესეთია, იმისი კულმინაცია ემოციური, რა ქვია, მთლიანობით არასოდეს არ ხდება. ეს იქნება ფიზიონომიური. და მეტი არაფერი. და ამიტომ არის, რომ უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს, აი როგორ არის ქალი მოწყობილი და როგორ არის კაცი. მცდელობა თუ არ იქნება ორივე მხრიდან და ნახე მცდელობის მიღმა თავდაპირველად ორივე მხრიდან უნდა იყოს გაგებული საპირისპირო სქესის ბუნების ფსიქოლოგიურ საჭიროებაში პირველ ადგილზე რადგას. ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დაინახონ და მოусმინონ. უნდა დამინახო. და თან ისეთი რაღაც უნდა დაინახო, რასაც ხო ვერ ხედავს. და როცა რაღაცას გიზიარებ, უნდა მომისმინო. აბსოლუტური აწყოობით თუ არ ხარ ქალთან, ის შენთან ემოციურ კონტაქტში არ არის და ის იტანჯება. ის მერე წვალობს. ის მერე ღიზიანდება. ის ზოგჯერ თავის თავს გამოხატავს არასწორად. ის ნერვიულობს, იმიტომ რომ მტკიცებულება არ აქვს, რომ ის შენთვის არის მნიშვნელოვანი და საყვარელი. მესიჯები არ ეწოდება. არა და მთავარი მტკიცებულება ეგ არის, რომ უნდა დამინახო და უნდა მომისმინო. კაცისთვის, მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია ქალი იღიმებოდეს მის გვერდით. და როცა მას დაინახავენ უხაროდეთ, ანუ ერთი ღიმილი ყველაფერს ამბობს. ერთი ღიმილი. მაგრამ შის შემთხვევაში აი დავას წყვილებს შორის აი მაგ დავას ვერ ცდებიან და სხვა საფეხურზე ზრდის სხვა საფეხურზე ვერ გადადიან და ერთმანეთსაც უფრო მეტად ვერ უახლოვდებიან იმიტომ რომ ქალის მხრიდან არგუმენტია რომ იცი რა არის მიზეზი უნდა მქონდეს ღიმილისთვის და მამაკაცის მხრიდან არგუმენტია რომ ეს არის ადამიანი რომელსაც მადლიერების გამოხატვა არ შეუძლია აი ვერაფერს ვერ დაგიფასებს. ასი რომ კარგი გავაკეთო და ერთი დავაშავო, აი ის ერთი დაშავებულის ემოციური მდგომარეობა მის სახეზე. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ აქ ჯიბრი და ერთმანეთთან დაპირისპირება მთლიანობას ვერასოდეს ვერ მოგვიტანს. ურთიერთობას ყოველთვის სჭირდება გმირი. და ეგ არ უნდა იყოს 20 წლიანი ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა. ეგ ყოველდღე ახლიდან იწყება და რომელსაც მეტად შეგვიძლია იმ მომენტში რომ მე გავიხსენო ჩემი მხრიდან რომ აი ამ სიყვარულის ცეცხლს ყოველთვის საკვები სჭირდება და მცდელობების გარეშე ის ჩაქრება.
თქვენ გგონიათ რომ როცა ღალატი ხდება ან როცა ადამიანები ამბობენ რომ იცი მონოგამია ჩემთვის ძალიან რთულია და სხვა სექსუალური პარტნიორებიც მჭირდება განა სექსია მნიშვნელოვანი ეგ არის ტყუილი ოღონდ 100%-იანი ტყუილი ის სახალისოა ახალთან სახალისოა სანამ იგივე რუტინა ჩაირთვება ამიტომ ეგ შეგვიძლია ერთად თანაცხოვრების დროს ორივე მხრიდან გათვალისწინებული როცა არის რომ მე არ უნდა მეზარებოდეს რომ ყოველთვის მცდელობა მქონდეს ჩვენ შორის არსებული სიყვარული და პატივისცემა ვყვებო აი მაგალ მე აქ ლაპარაკი არა მაქვს რაღაცა საოცარ იმებს ნუ ახლა ცხოვრება გართულებულია ჩვენ დღის განმავლობაში დაკავებულები ვართ ხშირ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეები გვაქვს ქალის მხრიდან ბავშვების აღზრდა და ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეა ამიტომ აქ იმის რაღაც მზღაპრების მოყოლაზე არ არის საქმე აი ნახევარი საათი როცა სახლში მოვდივართ და ერთმანეთთან შეგვიძლია ტელეფონის გარეშე და სკროლვის გარეშე ხო გესმის რას გეუბნები ბავშვზე რაღაცას უზიარ ხო ნუ გავიგე რაღაც ეს კონტაქტი არ არის იცი საქციელი იმაზე ხმამაღლა საუბრობს ვიდრე სიტყვები ამიტომ მნიშვნელოვანია ერთმანეთთან ყოფნის დროს აბსოლუტურ აწყობაში ვიყოთ და ენერგია და ყურადღება არ იყოს გაყოფილი არავისთან და არავისკენ. ის ნახევარი საათი. ან მაგალითად მეუღლე შემოვიდა ოთახში და რაღაცას გეკითხება. ეცი ცოტა ხანი დააპაუზე, რასაც უსმენ. იქნებ რისი თქმა უნდა ამ კითხვა, ან გაზიარება მასაც, ხო? იცი თუ პატარა კულტურით არ მევუდექით ურთიერთობებს და თუ როდისმე აი ჯანსაღი საზღვარი მნიშვნელოვანია წყვილების შორის თუ შეგაჩვიე ენა სახელებს გეძახი თუ ძალიან უზრდელი უხეში ვარ თუ იგნორანტი ვარ და შენს ემოციებს და ცრემლებს არ ვითვალისწინებ თუ ჩემთვის შენი საჭიროებები ჭირხარისხის არის ეცთი იქ ურთიერთობა სექსზე და ჯანსაღ სექსზე ალაპარაკი. არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. სხვათა შორის მე-20 საუკუნეში რაღაცა გარკვეული ფსიქოლოგიური კვლევების შემდეგ ესეთი საოცარი რაღაც აღმოჩნდა. ქალს უფრო სწრაფად წინდება მონოგამია ვიდრე მამაკაცი. ჰაჰა. იცით რატო? თუ იქ ემოციური კონტაქტი არ არის, ის ემოციურ კონტაქტს ეძებს. თუ იქ ემოციური კონტაქტი არ არის და მას არ უსმენენ, მას არავითარი მნიშვნელოვნება არ გააჩნია და მასზე წინ დგას დედა სამსახური, მეგობრები და ასე შემდეგ, მისი ჰობები და ასე შემდეგ და შენ სადღაც იდგები. არ ვიცი რომელ ადგილზე და ვიცი რა არის ქალის მხრიდანაც თუ მას არ შეუძლია რაღაც გარკვეული ღიმილი, გარკვეული მადლიერება ქალს ძალიან სჭირდება ურთიერთობაში მამაკაც მოტივაცია მისცეს და მისი მზრუნველობა, მისი სწორი საქციელი, მისი მცდელობა ოჯახისთვის ურთიერთობაში, რასაც აბანდებს, რასაც აკეთებს, ეს უნდა შემჩნეული და დაფასებული იყოს. და ხშირ შემთხვევაში მესმის ხოლმე ესეთი წინადადებები, რომ ვაიმე, კარგი რა, მეც ვაკეთებ, ეხლა და არავინ მხარზე ხელს არ მიირტყავს და ყველაფერზე ვაქო. მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ. ქალის მხრიდან იქნება თუ მამაკაცის მხრიდან, როცა ჩვენ სიყვარულს და პატივისცემას გამოვხატავთ. იცოდეთ, რომ ეს მეორე ადამიანისთვის არ არის. ეგ თქვენთვის არის. მაგ დროს გამოიყოფა თქვენში ოქსიტოცინი, შეყვარებული ადამიანი, ან პატივისცემას სჭირდება ზნეობა და შინაგანი კულტურა და გაგების უნარი. როცა შენ მაგ ტალღაზე ხარ და ფსიქიკა მაგ ტალღაზე მუშაობს,
შენი თავი მოგწონს და საკუთარ თავს პატივს რო სცემ, იმიტომ სცემ სხვასაც პატივს და როცა ესე იქცევი, იქ ბევრი სიტყვები აღარ გჭირდება, როგორ დაგელაპარაკონ და როგორ არ დაგელაპარაკონ. მაგას სიტყვებით ესე რაღაცა ბრძანებას კი არ იძლევი, რომ რაღაცა შენი შეგიძლია და ისე არა. იცი შენი საქციელით უნდა დაანახო მეორე ადამიანს, შენთან, არ ვიცი, რა არის მისაღები და რა არის მიუღებელი, იცი? ამიტომ კარგად დავიმახსოვროთ, ისე ყოველთვის შევახსენებ ხოლმე ორივე მხრიდან. როცა ქალს რომანტიულ, არ ვიცი, შენ შეიძლება არ გიყვარდა სპექტაკლზე დასწრება თეატრში, მაგრამ იცი რომ გიждდება. განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა უფრო მეტი რომანტიზმის მოწყობა სჭირდება, იმის მტკიცებულებით, რომ ჰეი, მიყვარხარ. ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ. ქალი იხსნება. მას შეუძლია ემოციური სიშიშვლე, შენთან ახლოს მოსვლა და შენთან მთლიანობა. და ეს სითამამე. ეს სითამამე, იცი, თავდაჯერებულობა იქიდან არ მოდის, შენ როგორ გამოიყურები. იცი, ძალიან კარგია გარეგნული სილამაზე, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეგ არის ფსკერი, ეგ არის ყველაზე დაბალი ხაზი, იცი. თავარი არის ურთიერთობაში, ურთიერთობის ცეკვა როგორ მინდის. იქ თუ არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა, იქ თუ არის სისტემატიურად, არ ვიცი, ჯიბრი უგულვეყოფა ერთმანეთის, ქალისთვის ძალიან მომხიბვლელია, როცა მამაკაცის საქციელით იხიბლება. აი, როგორ უვლის რთულ სიტუაციას და პრობლემას. და როგორი ურთიერთობა აქვს შვილებთან, გამოხატავს თუ არა სინაზეს. შეუძლია თუ არა ემოციური კონტაქტი ბავშვებთან. როგორ პოულობს გამოსავალს რთულ მდგომარეობაში. როგორ აკეთებს თავის საქმეს, რამდენად უყვარს თავის საქმე და რამდენად პროფესიონალია, აი პლატფორმას. ეს კავშირშია, რამდენად აღეგზნება ქალი ადვილად. იცი რა არის, აღზნებაზე არ არის. რა არის, რაც ქალის აღზნებადობას ადვილად ახერხებს, ასე რომ თქვა. უნდა ვიხიბლებოდე შენით და გენდობოდე, რომ გავიხსნა. იმიტომ რომ ჩვენს ისტორიულ მახსოვრობაში, სადაც 1000 წლეულები და 1000 წლეულები და 1000 წლეულები მდედრობითი იყო დაჩაგრული. ჩვენ გვავიწყდება, რომ ჩვენი გონების და ფსიქიკის მიღმა ჩვენს ხელს აქვს ისტორიული მახსოვრო. სადაც ქალია დაჩაგრული, უუფლებო, დოგმაზე მორგებული, ვალდებულებების ქვეშ და ხშირ შემთხვევაში სექსუალური და ფიზიკური ძალადობის. თან ძალადობა, რა თქმა უნდა, და აი ეს გრძნობების გამოუხატველობაც ხო ესე არსად არ იკარგება, ეს ხო გროვდება. რა თქმა უნდა. და ის სიყვარული, რასაც არ გამოვხატავთ, მომავალში არის ის ტკივილი, რასაც განვიცდით. ეგ უნდა კარგად, აი ამ წინადადებას რომ გაიგებ, ცოტა ხანი უნდა დადუმდე, რომ გარკვეო ეს რას ნიშნავს. და მე მიხვდები, რომ ვიღაცას თავზე ვევლები, იმიტომ კი არა, რომ მხოლოდ შენთვის ვაკეთებ ყველაფერს, რომ მე როგორც ვედავებით ერთმანეთს. ყოველთვის შენზე უნდა ვიფიქრო, ყოველთვის შენი საჭიროებები უნდა გავითვალისწინო. შენ როცა შენ საყვარელ ადამიანზე ზრუნავ, მასზე ფიქრობ და ითვალისწინებ, შენ ხდის ეგ ძალიან ბედნიერ ადამიანად. იცით, ჩვენი დამოკიდებულებით და რას როგორ მნიშვნელობას ვაძლევთ. იცვლება შენი ცხოვრება, როგორ ისტორიასაც დაიჯერებ, რომ წაკეთებდე რაღაცას საქმით სწორედ, მაგრამ ისტორია სწორედ არ გქონდეს დანახული, არ იყოს სწორად ჩამოყალიბებული შენს ფსიქიკაში. შენი ყოველთვის მოგეჩვენება, რომ შენ მეც გასცემ ვიდრე შენი პარტნიორი. და იქნები მიკერძოებული, ხო? ხო და ქალი რო გაიხსნას, ნახე, ქალი რადგანაც ფიზიკურად სუსტია და ის ძალადობის მსხვერპლი ხშირად არის. ამიტომ მას სჭირდება გარკვეული გარანტიები, აი ფსიქიკაში ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუძისეული საჭიროება არის გარკვეული გარანტირებული მდგომარეობაში იყო რაღაც სიტუაციებში, ხო? ქალისთვის ეგ არის ნომერ პირველი საჭიროება, მამაკაცისთვის არა.
ხალი შეღამებულზეც გარეთ რომ მიდის, თუ რაღაცა ბევრი ხალხი არ მოძრაობს, ერთხელ მაინც გაიხედება უკან. მამაკაცი არ ეკურება უკან. ეგ ქალის თავდაცვის მექანიზმია და სადაც ჩვენ სუსტები ვაკ, იქ მეტი მოფრთხილება და მეტი ცეკვა გვჭირდება, მეტი მცდელობა გვჭირდება მამაკაცის მხრიდან, რომ მე გენდო და მოვეშვა და გავიხსნა. მაგას აღზნებადობა არ სჭირდება, მაგას არ სჭირდება მიწოლა. ეგ თავისით ხდება ეგ პროცესი, როცა ენდობ და მამაკაცის მხრიდან კიდევ მისი სუსტი მხარე არის ემოციები, ემოციური მდგომარეობა, ამიტომ ქალის მხრიდან ღიმილი, შექება, მადლიერება, რომ აუ რანაირი ხარ, მადლობა ეს რომ გაგითვალისწინებია. მამაკაც კიდევ უფრო მეტად სჭირდება, რომ აი მეტი ცეცხლიედება, რომ შენ დაგიცვას, შენ მოგიაროს, შენზე იზრუნოს და გამოხატოს თავისი გრძნობები. ამიტომ რომ კაცებს ხო ახასიათებთ ეს გრძნობების შეკავებულობა, რომ აი სუსტი კაცები გამოხატავენ. კულტურა ასე გასწავლის. ხო. ია, წიგნები ასე გასწავლიან, ფილმები ასე გასწავლიან. მიუხედავად მთელი ამ პოეზიისა და პოეტებისა და რაღაც ბავშვობაში მამაკაცები რომ ლექსებს უძღვნიან გოგოებს და მერე დრო რო გადის და ასაკირო გვემატება, ეს სადღაც ქრება და ხდებიან ეს რაღაც ჯავშან ასხმული. და აი ცოტა რომ გადავახვიოთ, ასე ვთქვათ, დრო და ეს თემაც ძალიან მაინტერესებს დარწმუნებული ვარ მაყურებელსაც. როდესაც ადამიანი, გահალიან კაცი იწყებს აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას. აი ამ დროს ხშირად არის ხოლმე რაღაც დაბნეულობა, გაურკვევლობა, გულის წყვეტა, იმედგაცრუება. მე ფიქრობენ, რომ ეს რატო გავაკეთე, ან რატო არ გავაკეთე. აი რა იქნება შენგან, როგორც ურთიერთობების კოუჩისგან რჩევა ესეთი? აი ვინ არის ის მეწყვილე ქალისთვის ან კაცისთვის, ვისთანაც უნდა გადადგას ეს ნაბიჯი და რა დროს უნდა შეიკავოს თავი? რადგანაც ინტიმური ურთიერთობა არის ფინალი და არა დასაწყისი. მაგითი როგორც წესი არ უნდა იწყებოდეს ურთიერთობა. ნახე, ურთიერთობა იწყება არც მეტი, არც ნაკლები მოწონებით. რომანტიული ურთიერთობა ძალიან საინტერესოა და არასოდეს არ მთავრდება, თუ ჩვენ თავიდანვე გვეცოდინება, რომ წყვილები ყოველთვის ერთი საფეხურიდან მეორეზე უნდა გადადიოდნენ ერთი და იგივე ურთიერთობაში. ანუ რომანტიულ ურთიერთობას აქვს თავისი განვითარების კიბე. და ყველაფერი იწყება მოწონებით. სანამ სიყვარულზე გადავართ, იქ გაცნობის პერიოდია. ხო? იმიტომ რომ ჩვენ შორიდან იქ არ ვიცი რაღაცა ვაიბით, გარეგნობით, რაღაც ისტორიას ვქვნით ერთმანეთზე. მაგრამ როცა ახლოს მივდივართ, რაც უფრო ახლოს მიუახლოვდები და მეტად იხსნები და მეტად აჩვენებ შენს თავს მთლიანობაში და არა მარტო კარგი ფასადიდან. მით უფრო იცვლება უკვე ის იმ ისტორიის shape, აი როგორც არის ფორმა უკვე სხვანაირი ხდება და შენ იქ უკვე უნდა იცოდე იმ კარგი თვისებების გვერდით ყოველთვის აუცილებლად იქნება რაღაც სისუსტეები და რაღაცა ჩრდილები, ხო? არის ისეთი ბნელი მხარეები ადამიანში, რომელსაც ჯერ თვითონ უნდა მოუაროს, სანამ დაიწყებს სერიოზულ ურთიერთობას და ისევ არც ერთი მხრიდან არავინ არ არის ვალდებული, რომ არ ვიცი, ახლა გიშვილოს შენ და შენს ომში შენ მოგხედოს, იზრუნოს შენზე, მოგიაროს. იცი რა, მიზანი არც არის ეს, რომ ვიღაცა, ანუ მაშინ იცით რა გამოდის, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ყოფილა გადარჩენა, მეტი არაფერი. აქ ჩვენ ლაპარაკი გვაქვს, ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ ჯანსაღ ურთიერთობებზე და ურთიერთობა რადგანაც სიცოცხლის ბუნება არის მთავარი ბუნება, ცვლილება, სისტემატიური და ის ერთ ადგილას არ დგას. ამიტომ შენ თუ არ იცვლები ნებისმიერ ურთიერთობაში, რაც ყოველთვის ზრდასთან უნდა იყოს დაკავშირებული და ერთი და იგივე ადგილზე დგეხარ და ერთი და იგივე წინადადებებს ამბობ, მე ესეთი ვარ, უნდა მიმიღო. და თანაც ესეთი ვარ, იმის უკან რომ კარგი ბნელი ისტორია. და შენი მავნე ჩვევები, შენი უკულტურობა, შენი სიუხეშე, შენი არ ვიცი, ეგოცენტრიზმი, შენი ნარცისიზმი, აი აქ უნდა მიღებული იყოს. ახლა ეგ დიდხანს არ გასტანს.
წლების განმავლობაში, რაც ჩემი საქმიანობა წამოვიწყე სოციალურ ქსელში, მხოლოდ ისეთ ბრენდებთან და კომპანიებთან თანამშრომლობ, ვისაც ვენდობი ან ვისი მომხმარებელიც ვარ. სწორედ ასეთი კომპანია იმედიელი. წლებია, ჩემი ჯანმრთელობის დაზღვევას ვანდობ იმედიელს, ვსარგებლობ მათი აპლიკაციით, სადაც ძალიან ადვილად ვჯავშნი ვიზიტებს პირად ექიმთან, ან ვიღებ ისეთ მომსახურებას, როგორც არის ანაზღაურება, მიმართვები და ასე შემდეგ. იმედიელი გთავაზობთ ჯანმრთელობის ინდივიდუალურ დაზღვევას UNO-ს. UNO ეს არის დაზღვევა ფიზიკური პირებისთვის, რომელიც შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს პირად საჭიროებებს. UNO-ს აქვს 3 სხვადასხვა პროდუქტი, რომლებიც განსხვავდება ფასით და დაზღვევის დაფარვით და სამედიცინო მომსახურებით. იმედიელში ინდივიდუალური დაზღვევის შერჩევისას შეგიძლიათ დაამატოთ თქვენთვის სასურველი სერვისები, როგორიც არის პერსონალური მენეჯერის მომსახურება, ასევე ფიზიოთერაპია და ლაბორატორიული მომსახურებები ნახევარ ფასად. იმედიელი არის დაზღვევა, რომელსაც ირგებთ თქვენ, ასე რომ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენზე მორგებული UNO 45 ლარიდან. გადადით ვიდეოს ქვემოთ მითითებულ ბმულზე და დაეზღვიეთ ინდივიდუალურად. რაც შეეხება იმ წარმოდგენას, რომ ადამიანს ჰგონია ქალს ან კაცს, რომ იმ სექსუალური ურთიერთობისგან რომ მიიღოს სიამოვნება, რაც შეიძლება მეტ ადამიანთან უნდა დაამყაროს ეს კავშირი. აი რა განსხვავებაა სექსუალურ აქტივობასა და სექსუალურ დაკამაყოფილებას შორის. ის რომ სექსუალურად აქტიური ადამიანი აქედან ხო არ გამომდინარეობს ყოველთვის, რომ ის სექსუალურად დაკამაყოფილებულია. და აი ეს თანამედროვეობა, რაშიც დღეს ჩვენ ცხოვრობთ. დღეს აღარ არის ახლა ის, რომ ქალი-ქალიშვილი უნდა გათხოვდეს აუცილებლად და მამაკაცაც ეს მოთხოვნა უნდა ქონდეს აუცილებლად. მაგრამ რაღაცა მეორე გაუგებარი უკიდურესობებია, რაშიც ხალხი არის ცოტა დაკარგული. ამაზე რას ფიქრობ? ნახე, ადრე რა გქონდა ჩვენ ოჯახში და წყვილების ურთიერთობაში? გარკვეული კანონები, საერთო მიღებული წესები საზოგადოებაში, კომუნა და ვალდებულებები. Okay? და განაწილებული შენ ამას აკეთებ, მე ამას ვაკეთებ. დღეს იმდენად თავისუფალი გახდა ურთიერთობები, რომანტიკული წყვილების ურთიერთობები, რომ აი ამ თავისუფლებას რა უყოთ არ ვიცით. ძველი დაინგრა, ახალში არსისეულად ვერ ჩამოვყალიბებულ ვართ. აგერ მოგვისწრო ინტერნეტმა და რაღაც თანაც ნახე, ადრე რელიგია ძალიან დიდ როლს თამაშობდა ოჯახურ ინსტიტუციაში. რელიგიამ ავტორიტეტი დაკარგა. და რელიგია ჩანაცვლებული იქნა ინტერნეტზე პორნოგრაფიით და ნარკოტიკებით. იმიტომ რომ მე არ დაველოდები 60 დღეს მერე, 60 დღეს ახლა მოვიწყობ. 60 ბრჭყალებში, რა თქმა უნდა. და ნახეთ როგორი სურათი მივიღეთ მთელ პლანეტაზე. ესე იგი გამოკითხვებით და კვლევებით აი ასეთი სურათი დაიდო 30 წლამდის მამაკაცების უმრავლესობა, აქ მამაკაცებზე მაქვს ლაპარაკი, უფრო მეტად, არიან მარტოხელები. უფრო მორცხვები, რომელიც არის ძალიან პასიური ემოციური მდგომარეობა და რადგანაც მისთვის ძალიან სწრაფია, ანუ თავის თავთან აქვს სექსუალური ურთიერთობა პორნოგრაფიის გზით. და იქ არავინ არაფერში არ გადანაშაულებს, არავინ არაფერს არ გთხოვს, ძალიან უჭირთ არ ვიცი გაცნობის ვებსაიტებზე შესვლა და მე მაგალითად ჩემთვის ძალიან არ ვიცი მიუღებელი რაღაც არის ეგ, რომ თითქოს ის იყო, არ ვიცი, რაღაცა გასაყიდი საქონლი, იქ უნდა შეგაფასონ, მერე გნახავენ, მერე ჩამოგწერენ, უარყოფენ, არ ვიცი, აი სად უნდა მოტრიალდი ადამიანი, რომ ვინმე ვერ გაიცნო, ძაღს გააცნობ, გაასეინებ და გაიცნობ ვიღაცას ქუჩაში, პურს ყიდულობ და გაიცნობ რიგში ვიღაცას, ტაქსში ჩაჯდები და გაიცნობ ვიღაც. აი, როგორ შეიძლება რომ ადამიანს კომუნიკაცია არ გამოსდიოდეს, მაგრამ აი ამ ინტერნეტის გზით, ამ TikTok-ებმა და ამ Instagram-ებმა კატასტროფული მდგომარეობა მოიტანეს იმის პარალელურად, რომ ძველი დაირღვა.
ამიტომ ოჯახის ინსტიტუცია ჩვენ რაც ვიცოდით და რითიც მოვედით აქამდე, იქ აღარ არის, ფაქტიურად აღარ არის შენარჩუნებული, მაგრამ ახალი როგორ შევქნათ მაგაზე არ ვსაუბრობთ. 2008 წელში იაპონიაში აღმოჩნდა, რომ 40% მამაკაცების 30 წლამდე ქალთან არ იყვნენ არც ერთხელ ნამყოფი სექსუალურ ურთიერთობაში. მე შემიძლია გითხრათ იგივე ციფრი ევროპაში, ხა გააჩნილი ევროპა რაღაცებს რომ ყვირიან, გახსნილობა ყველგან არის, პედოფილია ყველგან არის, მაგას თავისი წინაპირობები აქვს, ეგ არის ძალიან არაჯანსაღად განვითარებული საზოგადოება, სადაც მაგ პედოფილიას თავისი მიზეზები აქვს. ახლა მაგეთკენ არ წავალთ, ეგ საშინელი ის არის, რა ქვია, თემა, მაგრამ აი სექსუალურობასთან დაკავშირებით დღესდღეობის კატასტროფული მდგომარეობა მამაკაცის მამაკაც გახდა იმაზე მარტოობით იტანჯებიან, მე ქალი რადგანაც უფრო დინამიური გახდა და უფრო შემდგარი პროფესიონალურად და არ ვიცი რაღაც მეტი საშუალება აქვს თავის მოვლის პროდუქტები თუ არ ვიცი პლასტიკური ოპერაციები თუ რაც უფრო კარგ ფორმაშია გარეგნულადაც მამაკაცი ვერ ბედავს ახლოს მიუახლოვდეს. ამიტომ ჩვენ ეს ყველაფერი ეს მონაცემები რაც რეალობაშია უნდა გავითვალისწინოთ. და ქალის მხრიდანაც აი ის რომ შენ უნდა იყო არაჩვეულებრივი გარეგნობის უნდა შესანიშნავად ცეკვავდე, უნდა იყო პროფესიონალი, ვიცი, შემდგარი ადამიანი, ოჯახი ნუ არ ვიცი, ხლა ფანტასტიკური, ჩემი საუკეთესო სექსუალური პარტნიორი, ინტელექტუალური, equal რაღაცა, რომლითაც მზდიდე, სულიერი პარტნიორი, რაღაცა, ხლა ძალიან ზედმეტში ვარ გადასულები უკვე რა. სად არის მანდ რომანტიზმი? სად არის მანდ ერთმანეთის შეცნობა, ერთმანეთთან მიახლოვება? აქ სერიოზულად ძალიან ცუდი მდგომარეობა, იმდენად ცუდი მდგომარეობა, რომ სოფლიოში მუსლიმანურ ქვეყნებს თუ გამოვრიცხავ, შობადობა იმდენად შემცირებულია, იმიტომ რომ გაიგეთ რა. მამაკაცებს სექსი უფრო ნაკლებად აქვთ, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ. და აქ ლაპარაკი მაქვს ახალგაზრდა მამაკაცებზე და იმაზე სწრაფად ეწყებათ პროსტატის პრობლემები, ვიდრე მოხუც ადამიანებს ადრე წინა პერიოდებში ეწყებოდათ. რატო? იმიტომ რომ პორნოგრაფიაზე არიან დამოკიდებული და ეს ძალიან დიდ არ ვიცი ჯანმრთელობის ცვლილებებს იწვევს. აი რა არის გამოსავალი? შეგიძლია მიმართო მამაკაცებსაც და ქალებსაც? გამოსავალი ყოველთვის რთულ სიტუაციაში იწყება ეს. იმის მაგიერ რომ არ ვიცი ხლა ჩემს სამეგობროში რაღაც ესეთი შაბლონური სტერეოტიპული ფრაზები გავიგე და დავიჯერე და თანაც 16 წლის ასაკში ორმა გოგომ უარი მითხრა. ეხლა არ ხურავ ყველაფერს იცი და იქ არ ვიმეორებ რომ აუ ამათ იცით როგორი უნდა აი ყველაზე დიდ მანქანაში როზის და ყველა ესე არ არის და ესეთი გარეგნობა რო უნდა გქონდეს მასე არ არის. ეგ შეიძლება 15 წლის გოგოსთვის იყოს მნიშვნელოვანი ის ბიჭი იცი რა ლამაზი ბიჭია მე 18 წლის გოგო უკვე და 20 წლის ესე აღარ ლაპარაკობს იცი იმიტომ რომ წლოვანებასთან ერთად ხო ზრდასთან ერთად სოფხედელობის ლასთან ერთად და რაღაცა რეალობაში გამოღვიძებასთან ერთად შემსოფხედელობა გეცვლება, დამოკიდებულება გეცვლება და პრიორიტეტები ხო ღირებულებებში. მასე არ არის მის საინტერესო რაციონალიზაცია, თავის მართლება, რომ ვითომ აი გოგოებს ეხა გაქვთ ძალიან დიდი მოთხოვნები. ნახე ჩვენ რა მოთხოვნები გვაქვს მაგაზე თითის გაშროა შენ არანაირად არაფერ ცვლილებას არ მოგიტანს. აი რა გიშლის ხელს რომ მიხვიდე და გაიცნო რა იცი ის გოგო ვისაც არ იცნობ რა მოთხოვნა აქვს. რაღაცა ინტერნეტში ნახე მართლა ვიღაცა რაღაცას ამბობს ეგ იმ გოგოსთან რა კავშირშია ვინც მოგეწონა. მხოლოდ იმას ნიშნავს რომ TikTok-ზე ბევრი ნაგახსოვს მეც არაფერს ანიშნავს. და აი ეს კაცების გაუბედაობა აი ნუ თუ ასეთი საშიშია მართლა განათლებული ქალი. აი ნუ თუ ასეთი მიუწვდომელია ლამაზი განათლებული ქალი. არა
განათლება არაფერ შუაში არ არის. არც ერთი კაცის ოცნება და მნიშვნელობა იმაში ამდგომარეობდა, რომ აი ერთმანეთს როდისმე ესე იფიქა, რამდენი წიგნი აქვს აკითხული და რამდენი ენაზე ლაპარაკობს? 5, მარტო 5. რაღაცა იცი, აი ეხლა ჩვენც ეგეთ სტერეოტიპული მოსაზრებაა, როცა ჩვენ გვჯერა, რომ იცი რა არის ჩვენი განათლების ეშინი, არაფერი ჩვენი განათლების არ ეშინია. ახლა აი ელემენტარული სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ქალისთვის მოსაწყენია, ძალიან მოსაწყენი და მიუღებელი, ის კი არა რომ განათლება მაქვს და რა ვიცი, ეხლა სტენდალი წავიკითხე და დოსტოევსკი, მაგი რასაცვლის ეხლა შენთან ურთიერთ. აი რომ მეკითხე, აუ როგორ ხარ? კარგად ხო? ოკეი. ანუ გესმის მოსაწყენია ურთიერთობაში კარგი რა აი მარტო არ ვიცი რაღაცაზე დამელაპარაკე რა ჩვენთვის ცხოვრებისეული გამოცდილება მაინც არის შენ ბავშვობაზე მომიყევი რამე შენ საყვარელ ფილმზე არ გინდა წიგნის წაკითხვა ან ჩემზე მკითხე რაღაცა დამითმე ექსტენ როცა მხვდები სადმე 3 საათი ნუ მელაპარაკები რა მაგარი ტიპი ხარ მეც შემეკითხე ვინ ვარ რა მაინტერესებს რა ინტერესები მაქვს ცხოვრებაში რა მომწონს რა არ მომწონს გესმის რომ რაღაცა საერთოც მოვძებნოთ ანუ აქ განათლება იმდენად რამდენადაც რაღაცა თემა შემოიტან მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ რომანტიკულ ურთიერთობაში ნამდვილად არ არის საჭირო იმ გოროყვას ისინი რა ქვია ნაშრომებზე ვისაუბროთ ხო გესმით ნუ რა სისულელები სჭირდება ახლა ეგ ანუ აქ არის ელემენტარულად მამაკაცის მხრიდან იმისი გათვალისწინების აუცილებლობა რომ ქალი ემოციური ნატურა და მოდი გავითვალისწინოთ მისი ემოციური მდგომარეობა ხო აი მეტი არაფერი ქალს ყურადღება სჭირდება ქალის ნომერი პირველი საჭიროება როგორც გითხარი დამინახე მომისმინე ნიშნავს რომ მას ყურადღება სჭირდება თუ ჩემთან აწყობობაში ხარ და ყურადღებას მაქცევ ესე იგი გიყვარ მეტი არ მჭირდება შენი ყოველ წამს აი ამ სიტყვის გამეორება ცარელა სიტყვები არ მინდა უნდა საქმით მაჩვენო რომ მართლა გიყვარ ვარ და მე ქალი ყველაფერს გაჩუქებს ის ნაცვის ხესავით ინთება მაგრამ ახლა ჩვენ მივიღეთ როგორი ქალები იცი დღევანდელ თანამედროვეობაში ქალი რომელიც აი წლები ელოდება ვიღაცას ვინც აი დააკმაყოფილებს მის ყველა მოთხოვნილებას და აი ეს წლები მამასთან უნდა დარჩეს მის ყველა მოთხოვნილებას ვინც დააკმაყოფილებს პარტნიორთან ერთად პარტნიორი შენ მოთხოვნილებებს არ აკმაყოფილებს ნახე პარტნიორი გითვალისწინებს და გიზიარებს აი ორი მოთხოვნილება და მასთან ერთად აშენებ რა მოთხოვნილებას გიკმაყოფილებს ანუ ეგ გამოგდის აი როგორც მაგალითად პოლიტიკაში მოვიდა რომ ისეთ კანონებს იღებენ რომ ლეგალური ყაჩაღები არიან ხო იურიდიულად დაცული ანუ ეგ კიდე რა ვიცი დაცული მეძავეობა აბა როგორ არის ახლა მან სიყვარულს რა ადგილი აქვს ან ზრდასაც შეიძლება მოხდეს ჩვენ ერთმანეთს რაღაცებს ვუზიარებთ ჩვენ ვიწყებთ ურთიერთობას მაგ ყველაფერს სწავლა სჭირდება თავიდან აუცილებლად გულის გატეხვა იქნება ეგეც უნდა გაიარო სადაც გული გატყდება იქ სინათლე შედის და იქ სიბრძნეც გაჩნდება აუცილებლად მაგას გაქცევა არ სჭირდება ხო აი ეს უფრთხიან გულის ტკივილს ძალიან ბევრი გოგო უფრთხის რომ აი ვინმე ახლა გული მეტკინება და ცხოვრება დამენგრევა და ჯობია ვიჯდე სახლში ამიტომ არის რომ ადრე ყოველი მეორასე ადამიანში იყო ნარცისიზმი როგორც პიროვნული აშლილობა დაფიქსირებულის და დასრულებულ ასაკში 18 წლის შემდეგ ვაძლევთ უკვე ისე რა ქვია ვადგენ დიაგნოზს ხო მანამდე არა ეხლა ყოველი მეოთხე ნარცისია ეხლა ყოველი მეოთხე ნარცისია ქალიც და კაციც რაც იმას ნიშნავს რომ აი self love რომ წამოვიდა და ეს გამეორება რომ ძალიან ადვილია და ვერ ხვდებით რომ ყველაფერს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს ხო ერთი ვერ ხვდება ხალხი რას ნიშნავს საკუთარი თავის სიყვარული სხვა რაღაცაში ერევათ აი მართლა ნარცისიზმში აბსოლუტურად იცი რა არის ორივე მხრიდან იმხელა შეცდომებია
ქალის მხრიდან ჩვენ ახლა რაღაცა ყველაფერი არის პრაქტიკა ცხოვრებაში. შენ თუ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ რაღაცა გამოცდილება არ გექნა, ხო? შენ არიცი როგორ იაზრონო როგორც ქალმა და არა გოგონამ. როგორ მოიქცე? როგორ მოიქცე არიცი. იმიტომ რომ შენ როგორც გოგონა მიჩვეული ხარ ძმასთან, მამასთან, ბიძაშვილთან, კლასელ ბიჭთან, რაღაცა კაი გოგო ხარ, უთმობ, რაღაცა იმისას გაითვალისწინებ, ყოველთვის ის რასაც გირჩევს, ესე იქნება. შენ მამაკაცთან მასე ვერ იქნები. ეგ მაშინ დედა ხდები მასე, იცი? გოგონობიდან გადადიხარ პირდაპირ დედობაზე. მასე არ არის. იქ ჩელენჯია საჭირო, გამოწვევაა საჭირო. ამიტომ მაგას პრაქტიკის გარეშე ვერ მიხვდები. ეხლა 1-2 გულის გატეხვა მაგითი არავინ არ დაღუპულა. არც კაცის მხრიდან და არც ქალის მხრიდან. ეგ არის ცხოვრებისეული გამოცდილება, როგორი ისწავლი რაღაცას თუ იმის პრაქტიკა არ აქვს. ეგ ზოგადად ცხოვრებას რო კარი გაუღო, ეგ არის გული გაუღო. და ადამიანებს, ხო? ეხლა რომ დაუბრუნდეთ ისევ იმ ჩვენ თავარ თემას, სექსუალურ ჯანმრთელობას. შენი აზრი მაინტერესებს. ეხლა შენ მონოგამია ახსენე. არსებობს რაიმე, ასე ვთქვათ, კორელაცია ჯანმრთელობას, ფსიქიკურ, ფიზიკურ, აი ენერგიულად, ემოციურად რო კარგად ხარ, იმასთან თუ რამდენი პარტნიორი გყავს და რამდენად ხშირად იცვლი ან არ იცვლი პარტნიორებს. ყველაზე ჯანსაღი არის, როცა პარტნიორთან ხარ ემოციურ კონტაქტში. აი, ადამიანში მნიშვნელოვანი ემოციური მდგომარეობა არის კმაყოფილების განსაცდელი. კმაყოფილება არის ბედნიერების მხარე, ბედნიერების გამოხატულება. აი, კმაყოფილი ხარ, როცა კმაყოფილი ხარ, შენში ქაოსი არ არის. შენში ენერგიები არის დალაგებული და ჰარმონიული. შენ ხარ კარგი პარტნიორი, კარგი მამა, კარგი მეგობარი, კარგი თანამშრომელი, კარგი ლიდერი, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. თუ ბევრი პარტნიორები ყოსიცე, ყველაფერს აქვს თავისი, რადგანაც ეს სამყარო ისი არის დიზაინირებული, რომ ეს სრულყოფილია, ოღონდ თუ კოსმიური კანონებიდან უყურებ რაღაცას და სწორედ სწავლობ და იმ კანონებს არ არღვევ, მაშინ შენ ამასთან თანხვედრაში ძალიან დიდ ჰარმონიას აღწევ. მაგრამ თუ ეს არ გესმის და იმისი უგულვებყოფა ხდება, არ ითვალისწინებ, რაღაცა უგუნურია ადამიანი, ხო? იქ ძალიან დიდი დარღვევები მიდის. ბევრი სექსუალური პარტნიორი არის დამღუპველი ადამიანისთვის. იცით რატომ? აი ძალიან ელემენტარული რამეა. ჩვენ ისედაც და ესედაც ერთმანეთთან ვართ დაკავშირებული კოლექტიური ქვეცნობიერით. აი, როგორც მაგალითად სიმინდებისთვის, თვითოული ღეროსთვის, აი ყანა, ერთი და იგივე მდელო, ხო? ჩვენ აი ეს მდელო გვაქვს ერთი და იგივე. ისედაც და ესედაც კოლექტიურ ქვეცნობიერში შენ ვერ გაექცევი, როცა ქალაქში შფოთვაა მომატებული კოლექტიურ ქვეცნობიერში, ან სევდა, შენ ცევდიანობ და არ იცი რომ ეს შენი არ არის. კონკრეტულად, აი ინდივიდუალურად მიზეზიც კი არა გაქვს, რომ ესეთ სევდას და ნაღვალს განიცდიდე, ხო? ეხლა ეგ ცალკე თემაა, მაგას როგორ უნდა მოუარო, ძალიან მაგარი რაღაცაა, მაგრამ ახლა ყველაზე მეტი ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა ხდება სექსუალური აქტის დროს. და მეორე ადამიანის ქვეცნობიერიდან, რომელსაც თვითონაც არ შეხებია, სადაც არის გენეტიკური ნაგავი, ანუ მიდრეკილებები, რომელიც არის უმი, გადაუმუშავებელი, გაურკვეველი, შენში ისე ხდება იქ ენერგიების გაცვლა-გამოცვლა, ვერც კი ხდები. და უფრო მძიმდები და მძიმდები. ნუ ეხლა იმაზე ძალიან ეზოთერიმში აღარ გადავალ და იმის გარკვევას აღარ დავიწყებ, როცა ჩვენ აი ძალიან ბევრი სექსუალური ურთიერთობა გვაქვს, რისი საკვები ხდები. ყველაფერში არის ზომიერება საჭირო. ადამიანის ბედნიერება, კმაყოფილება და ჰარმონიზაცია შესაძლებელია ერთ შემთხვევაში.
ნორმა, ზომიერება როცა იცი ყველაფერში. არც ნაკლები ვარ და არც ზედმეტი. და ეს ორივეს ეხება კაცსაც და ქალსაც? ერთნაირად. ქალს უფრო მეტად. რატომ? იმიტომ რომ ნახე, კვერცხუჯრედი როგორია, აი, მდედრობითი ენერგია როგორია და მე იმას შეესაბამება იმისი ხორცშესხმული გამოხატულება თავისი ბუნებით, აი, კვერცხუჯრედი მყუდროებაშია, პასიური არ მოძრაობს და მიმღები. და როცა შენ იქ ფსიქიკაც ესეთი რაღაცა მურჩილი ხარ და იმისთვის რომ გადარჩე ცდილობ რომ არ იგრძნო. ისედაც და ესედაც აი მოდი ერთ რაღაცასაც ავღნიშნო. 1000 წლეულების განმავლობაში რელიგიამ ყველგან უდიდესი სამუშაო ჩაატარა იმასთან დაკავშირებით რომ ადამიანი დაუკავშირდეს სექსუალურ აქტს და ეს აღიქმებოდეს როგორც სიბინძურე, როგორც ცოდვა, როგორც არ ვიცი ძალიან ეშმაკისეული რაღაც და ისე ვამბობ რომ ჩვენ ახლა ყურე პაპის ნაჭამი ტყემალი შვილიშვილს კბილს ჭრის თავის აგრესიაში და სექსთან დამოკიდებულებაში არ მოჭრის. ან თქვენ გესმით რომ ადამიანი არ არსებობს დედამიწაზე, სადაც გენეტიკურად იმას შთამომავლობის წინაპრებიდან მიღებული არ ქონდეს სექსთან დაპირისპირება. ქალიც და კაციც ჩემთვის იყო ისეთი საოცარი აღმოჩენა, სანამ არ ვიცი, ხლა წყვილებთან მუშაობ, ძალიან მიყვარს წყვილებთან მუშაობა, ჩემი სპეციალიზაციაც ეგ არის როგორც კოუჩის ურთიერთობებში. აღმოვაჩინე რომ მამაკაცი კიდევ უფრო მეტად განიცდის სექსუალურ აქტის შემდეგ დანაშაულის შეგრძნებას. ეს ჩემთვის იყო აღმოჩენა. მამაკაცი. რა საინტერესო. რატო? საიდან მოდის? იცი რა არის სწორი სექსუალური აღზრდა არ ხდება. და რადგანაც სწორი აღზრდა არ აქვს მამაკაც, ქალთან ემოციურ კონტაქტს ვერ ამყარებს. სექსის დროს თავის თავზე ეფიქრება, იმიტომ რომ მაგას მიჩვეულია. მას კი ნახე, სწორი სექსუალური ურთიერთობის, როცა წყვილებს ერთმანეთი უყვართ, ორივე 100%-ით მეორეს უვლის ემოციურად. და მაგ დროს ეხლა შენ არ გჭირდება რომ იმაზე იფიქრო, ვაიმე სხეული როგორ უნდა მოძრაობდეს, სხეულმა იცის როგორ უნდა მოძრაობდეს. თავარი აი აქ უნდა იყოს დაკავშირება ერთმანეთთან. და მე სექსის წინააღმდეგი აღარ ხარ. ეს არასწორი აღზრდა, არასწორი დამოკიდებულება. მე ახლა ამასაც აღნიშნა, ეს მეტაფიზიკა, ეზოთერიზმი შემოვიდა, ეს სულიერი განვითარებები და უცებ აი იმ რიცხვს, სადაც იქ ნარკომანია, იქ რელიგიური მოსაზრებები, იქ სირცხვილის განცდა, იქ ინტერნეტთან და თამაშებთან და პორნოგრაფიასთან განმარტოვება, პლიუს ეხლა აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა მამაკაცი თავის მეუღლესთან, სადაც ოჯახი ყავს, შვილი ყავს, ან შვილები პატარა 30 წლის ასაკში, 30-იან წლებში ისინი წყვეტენ საერთოდ სექსუალურ ურთიერთობას და მეუღლეს ეუბნებიან. იცი რა არის, მე მაგ დროს ენერგიას ვკარგავ ხოლმე და ზევით ვეღარა მაქვს ჩემი ენერგია და ჩემს სულიერ განვითარებას ხელს უშლის. რომელიც არის, აი, როგორია? აი გაფეკლდა. აი აბსურდი, სისულელე და უცებ ვიღაც მეორე მხრივ კიდე. თქვათ ვიღაცას ესტროჯენი აღარა აქვს, იმიტომ რომ მონოპაუზა დაეწყო. და ის ქალი თავისი, როცა ჰორმონები ჰქონდა სხვა რამეს, მღეროდა, სულ სიყვარულზე ტიროდა და სიყვარულის წყუროდა ეძებდა და ვერ იპოვნა. იმიტომ რომ არ იცოდა თავისი როლი იქ როგორ. ნახე, ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ადამიანს, რომელიც ბედნიერს გამხდის. ეგ თავიდანვე აბსურდი და სისულელია და ამას როგორ იპოვი, რაც არ არსებობს, ხო? აი მე რომ ჰორმონი აღარ აქვს, მე აბსოლუტურად ის ჰორმონი და არა ეს განსხვავებულ ხედვას გიქმნის და გგონია რომ ეგ დიდი სიბრძნეა, გამოდიხარ იქ წერ რაღაცა ვიდეოს რომ იცი რა არის, ეხლა აღარ არის საჭირო თურმე მამაკაცი რაში მჭირდება, ისედაც კარგადოდ რა თქმა უნდა ჰორმონი არა გაქვს. და მე ამას სულ ყველა იმეორებს, იცი? ყველა ასაკის და
ანუ ეხლა სად მივდივართ? აი მართლა სად მივდივარ? ანუ ტყუილის სიზმარში გადავდივართ და იმიტომ აღნიშნე თავიდანვე, როცა იმისი თავისუფლება მოგვეცა, რასაც ანა კარენინა ინატრებდა. მათი წინამორბედები კიდე აქეთ იქნებოდა თუ იქით ნებისმიერ ადგილას ის გვაქვს და რა უყოთ არ ვიცით. ეხლა ახალი სისულელები, ტყუილები, ახალი სტერეოტიპული ფრაზები, მოსაზრებები შემოვიტანეთ და მოდით რამეზე შევთანხმდეთ. არ არსებობს ფრაზა. როგორც გინდა სიბრძნე იყოს მაგაში, რაღაცა კონტექსტიდან გამომდინარე მსჯელობის დროს, რომ იგივე ფრაზას, იგივე სიბრძნე და დატვირთვა გქონდეს მეორე სიტუაციაში. უნდა ვიაზროვნოთ რეალობაში ამ სიტუაციაში ჩემს კონკრეტულ ურთიერთობაში, კონკრეტულ ადამიანთან და იმასთან ვმუშაობ და იმ მუშაობის დროს უნდა გავითვალისწინო. მე რა მეშლება და როგორ ვიზრდები და შენსას უნდა მოუარო და მე სულ გვაქვს ერთმანეთთან რაღაცა გასაზიარებელი. სულ გადავდივართ შემდეგ საფეხურზე განვითარების. ისევ ძალიან საინტერესოები ვჩებით ერთმანეთისთვის და სხვასთან გაქცევა არ გვინდება, იმიტომ რომ აქაც უხალისობთ და სექს არასოდეს არ, აი ნებისმიერ ადამიანს დააკვირდით, რომელსაც ეგონა რომ it was fun და ძალიან მაგარი ტიპი იყო. ბევრი უაზროდ ბევრი სექსუალური ურთიერთობის შემდეგ, აი უბრალოდ შეხედე, როგორი ავადმყოფი ფსიქოლოგიური გამოხატულება აქვს სახეზე. თუ გინდა ქალი იყოს, თუ გინდა კაცი. ანუ შეგეცოდება. აი ეს არის ვიღაცის გადაუმუშავებელი ქვეცნობიერში არსებული ჩრდილების სანაგვე ყუთი. რა უბედურება და თანაც ენერგიას, აი რა არის იცი, ჩვენ სისხლში არის სულის ნაპერწკალი. რომელსაც სულ ინსპირაცია და აღფრთოვანება უნდა და ღვივდება გესმის და მე ენერგიები ზევით მიდის. სექსუალური ურთიერთობის დროს სისხლის ნაპერწკალი დაბლა ჩამოიწევა, ცხოველური უჯრედები გარდაიქმნება იმისთვის რომ განაყოფიერება მოხდეს და ორი ადამიანის ერთმანეთთან დაკავშირება მოხდეს. ამიტომ ვამბობ, მაგას ზომიერება სჭირდება, გადამეტებული ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაგაგდებს, იმიტომ რომ ფსიქიკაში ნებისმიერი ინსტინქტური, ანუ ვნება აშლილ ადამიანს, რა ვიცი, ახლა კარები ისეთი რაღაცისკენ აქვს, შავი სამყაროსკენ ისა გაღებული, რომ შენ რასაც მიაჩვევ, რომ შენ იმისი საკვები გახდა, იქნები საკვები და მე ვერ გაძარცულია ესეთი ადამიანი. გამოფიტული ყველანაირი. ხო. ესე იგი, 1 საათი ისე გავიდა. მაგრამ მე აქვე უნდა შეგიპირო, რომ კიდევ მოხვიდე ჩემთან სტუმრად. თუ დავიძახო. ამ თემაზე კიდევ ვისაუბროთ. ესე იგი, დასკვნები თქვენთვის მოგვინდია დღევანდელი საუბრიდან და კიდევ ერთხელ თუ თქვენს ურთიერთობაში არის ისეთი ეტაპი ახლა, როცა მარტო ვეღარ უმკლავდებით, მე დაგიტოვებთ ხათუნას კოორდინატებს ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში. მერწმუნეთ სანდო ხელში იქნებით. მადლობა. თუ მოგეწონათ დღევანდელი ჩვენი პოდკასტი და ჩვენი საუბარი, მოიწონეთ ეს ვიდეო, დაგვიტოვეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში და არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა. დიდი მადლობა და ერთი კვირით გემშვიდობებით.